რაც გეგონათ რომ გუშინ იყოს ინდისი, თურმე იმაშიდაც კიდე კარგი მიწისძვრად კითხვები არის შესატანი. მაგრამ თქვენ ხო ამას მაინც იმიტომ აკეთებთ რომ მიხვედრის აქტი გააკეთოთ. თქვენ ხო რწმენა იმისი რომ თქვენ ამას უნდა მაინც მიხვდეთ. იმას რომ ვერ ხვდებოდით, ეგეც ხო თქვენი მისახვედრი არის. თქვენ ხო არ გააკეთებთ ნახტომს და ფარხმალს არ დაყრით და იტყვით რომ ოხ საჩემელია მე მაგდენი ფიქრი მოვიდეს კაცო ის აიათოლა და იმან მითხას როგორ არის. ხო არ გააკეთებ მაგას. ხო? ამიტომ შენ იტყვი რომ მოდი რა არ მინდა ეს აიათოლა. აი დამტოვე სივრცეში სადაც მარტო მე ვარ. ამ სივრცეში რას გააკეთებ? რისი ხოშიც იმას გააკეთებ, მაგრამ მე მიხვდები რომ ხოშით ვერ იქნება სამყარო და ხოშს რო გადგავ მე უკვე, აი რაც დარჩება მარტო ის დარჩება რომ ეგა ვარ, რაცა ვარ და მე სხვანაირად არ შემიძლია და ეს აღმოჩნდება რომ არის ისეთი მდგომარეობა რომელიც შეიძლება საერთოდ არც აპირებდი რომ აქ გამოსულიყავი. და შენ აღმოაჩენ რომ მოიცა ერთი წამეთ რა, ძალიან გულსპელად რო გითხრა, მე არც ისეთი ვარ, არც ასეთი ვარ. გარეთ შემიძლია ესეთიც ვიყო და ესეთიც ვიყო, მაგრამ მართლა როგორი ვარ? აუ მართლა მე მგონი წვეთი ვარ და შიგნით მაქვს ოკეანე. ხო, აი ეს არ არის ადვილი გასაგები, ხვდებით? ამას გარკვეული სიმწიფეც უნდა. ეხლა მე მესმის პოდკასტში ვარ, გვისმენს ხალხი, ვიღაცა მიგვაწევს, ვაიშეს პატრონს წინ გაიხედე. რას ეწევით? ხო, გასაგებია, მაგრამ რეალურად აქ არის საუბარი იმაზე, რომ თუ შენ გაშიფრავ საკუთარ ცნობიერებას და აზროვნების პროცესს, მაშინ შენ მიხვდები, რომ შენ პიროვნულად ვიღაცა ანდრო კი არა ხარ, შენ ხარ თვითონ შემეცნების პროცესი როგორც ზმნა და შენ არ ხარ არსებითი საგანი, შენ ხარ ზმნა. შენ მანამდე ხარ, რამდენადაც ეს ზმნა ზმნობს. ანუ სადაც შემეცნების პროცესი არის, მანამდე ხარ. როგორც კი შემეცნების პროცესი აღარ იქნება, უკვე აღარ ხარ. დროდის მომთავრდება. ეს გავედით ახლა ფიზიკაზედაც ხვალ იმ დამკვირვებლის ეფექტზედაც გავედით. დროდის მომთავრდება შემეცნების პროცესი. კი მთავრდება. თქვენ მაგალითად დამთავრეთ? არა, აქ მაგაზე არ არის საუბარი. აქ ძალიან ფილოსოფიური პასუხი მაქვს მე ამაზე. იმიტომ რომ როდესაც თქვენ სვავთ კითხვას, როდემდე ამ კითხვაში გულისხმობთ თქვენ იმას, რომ ყველაფერზე მაღლა არის დრო. და მე ვამბობ, რომ არა ცნობიერება დროზე უფრო მაღლა არის. და თუ ცნობიერება გავიდა წერტილზე, რომ იმან გაიგო ვინ არის, მაშინ ის მიხვდება, რომ დრო შეიქმნა იმიტომ, რომ ეს აქტი მოსულიყო. ამიტომ არის მდგომარეობა, რომელსაც ქართულ, ასე ვთქვათ, მითოსში თუ ლიტერატურაში ქვია უჟამო ჟამი. ანუ პასუხი კითხვაზე, როდისმე დადგება თუ არა, ანუ რა ხდება იმის მერე, რაც მე გავიგებ, ან შევიმეცნებ. პასუხი არის ასეთი, მერე აღარ იქნება მერე. იმიტომ რომ მაშინ უკვე გადიხარ დროის მიღმა. მამარდაშვილი გეტყვის, რომ თუ შენ დროს გადაზომავ X ღერძეო, შემეცნება უნდა გადაზომო Y-ზეო. იმიტომ რომ შემეცნება დროში არ ხდება. ის სხვა თავისი დრო აქვს, არის ისტორიის დრო და არის შემეცნების დრო არის და აი მაშინ გამოდის რომ ბიჭო თუ აქ გავედი, მაშინ აქედა რო შევხედო, მაშინ ეს საერთოდ ფანტომური გამოგონილი დრო არის. მაშინ ეს დრო ილუზია არის. რომელიც მე მომეცა, როგორც თქვენ აღწერეთ, რომ ეს იკონკა მომეცა, იმიტომ რომ გავსულიყავი და შემეცნებით აქცე გავსულ, თორე ეს იკონკა თავისთავად ილუზია არის. დრო და სივრცე ერთჩვენიერ დღეს აღმოჩნდება, რომ ეს ყველაფერი იყო ილუზია, რომელიც იყო საჭირო ილუზია იმისთვის, რომ მიმხვდარიყავი ვინა ვარ, იმიტომ რომ სხვანაირად მე ვერ ხვდებოდი. ეს კაციც მაგას ამბობდა, რომ მე მგონი თქვენ დიდი სიამოვნებით მომისმენით თქვენ ორსავე, თქვენ ორისავე მუშაობდებას. პათოლოგიის ამბავი იქნებოდა იქ ალბათ. ხო, აი მაგას ამბობს, რომ დადგება დრო, როდესაც დრო და სივრცე, რაც არის ალბათ ყველა ფუნდამენტი, ხო, ფიზიკის ესე ვთქვათ, რომ ვიტყვით, რომ მაგის იქით კიდე არის რა და ეგ მართლა გამოგონილი არის იმისთვის, რომ მოდით ცოტა პოეტურად შევხვდეთ ამას. წარმოვიდგინეთ, რომ ღმერთმა დიდი ხანი გაცოცხლოთ და გვტებით. ხო. და ამ დროს ის ღრმა მოხუცებულობაში ხარ. მთელ შენს ცხოვრებას უყურებ როგორც რაღაც ერთ წამს, იმიტომ რომ ხო იმიტომ რომ ცხოვრებაზე რო ფიქრობ, ამას ხო დროში გაწერილად არ ფიქრობ. აი უყურებ ცხოვრებას როგორც აი ვიცხოვრე. და შეიძლება კითხვას სვავ შენ თავთან რომ რამდენი კი ვიცხოვრე და რა გავიგე. და შეიძლება თქვა რომ ავიცი რა არის, აი ყველაფერი რომ დამფერთხო ეხა, აი რაც ვიცი, რაც მაქვს, სახლი, ქონება, ნათესავება. აი ბოლო-ბოლო რაც დავრჩები, აი ამ ცხოვრებაში რაც აი რის გარეშე და შემოვედი და რითაც მე გავდივარ, ანუ რაც მე გავიგე, აი გავიგეს აქტი რაც მოხდა ამ ცხოვრებაში, შეიძლება იყოს რაღაცა თითზე ჩამოსათვლილი რაღაცა წერტილები და შენ ამბობ რომ ბიჭო, აი ამის გამო მოხდა ის, რასაც მე ვეძახი ცხოვრებას. და როდესაც შემოვდიოდი, იქ არ იყო დრო და სივრცე. და როდესაც გავდივარ, არც იქაც არ იქნება დრო და სივრცე, მაგრამ დრო და სივრცე მე მომეცა იმისთვის, რომ ამ სამ წერტილზე გავსულიყავი. და მე მგონი ეგ ყველაზე ჯანსაღი ხედვა არის იმისი, რომ აი დრო და სივრცე არ არის
რაღაცა, რომელიც ყველაფერ ამაზე უფრო მაღლა არის. არა, დრო და სივრცე იქმნება იმისთვის, რომ მოხდეს გამრუდება და ჩატრიალება და სარკმელში ჩახედვა. ნუ მოხდეს გაგების აქტი. გაგების აქტი. ხო. ძალიან საინტერესოა, ძალიან საინტერესოა. ან მე მსიამოვნებს და აღფრთოვანებული ვარ იმითი, რომ სულ სხვადასხვა მიმდინარეობის ხალხი არა მარტო რელიგიის, არა მარტო აგერებთ ფიზიკაზე ვსაუბრობთ და ფიზიკოსები გადიან იგივეზე და გულში ვფიქრობ, რომ რა ლამაზია. ძალიან. რა ლამაზია, რომ აი ეს ხალხი აბსოლუტურად დამოუკიდებლად არანაირი ინტენცია არ იყო, რომ მოდი იმ წერტილზე გავიდე რა, რომ იმას დავემგვანო. არა, სრულ დამოუკიდებლობაში, ოღონდ პატიოსნებაში. გადის წერტილზე, რომელიც ხვდები, რომ თითქოს და თავიდანვე მოცემული იყო, რომ აქ უნდა მოსულიყავი ჯიგარო. ხო. მაგრამ ძალიან ბევრი ადამიანი ხო არის, რომელიც ფაქტობრივად ამ ყველას არც ფიქრობს. არც გაგების აქტი რა არის. ანუ შეიძლება არ ფიქრობს და გაგების აქტს არ ქმნავს კი არა. ავტომატურ რეჟიმში ცხოვრობს, სამსახურის სახლი, რაღაცა და ეს გაგების მნიშვნელობა არა აქვს მისთვის რა. თუმცა შეიძლება დგება რაღაც მომენტები ცხოვრ. ანუ რისი კითხვა მინდა ისეთ ეგ ყველა ადამიანის გზა არის? საბოლოო ჯამში ალბათ კი. თუმცა მე იმას არ ვამბობ, რომ ყველა ადამიანი უნდა გაფილოსოფოსდეს. ან ამასთან მეგობარი მეუბნებოდა, მაიმე მე ხო იცი მე ფილოსოფიისგან შორს ავარ. და მეოთხე ეწამით რა, საკუთარ აზროვნებაზე გიფიქრია? კიო, ამაში ფილოსოფოსი ხარ. ნახეთ, აქ არ ვსაუბრობ ჩვენ იმაზე, რომ პროფესიით რა იყო, შენი საქმიანობა რა იყოს. შეიძლება პოეტი იყოს, შეიძლება მეცნიერი იყოს, შეიძლება მღვდელიც იყო, შეიძლება რა ვიცი, რა თქმა უნდა. მაგრამ ყველაფერ ამაზე მაღლა არის აზროვნების პატიოსნება. და პატიოსნებას არ აქვს პროფესია. შეგიძლია თქვა, რომ მოდი იცი რა არის, პოდკასტ წავიყვან და ვიქნები ჩემს აზროვნებაში პატიოსანი. აი კითხვას რომელსაც დავსვავ, ვიქნები პატიოსანი, რომ ის კითხვა მართლა უნდა მაინტერესებდეს რა. აი გარედან მოტანილი კითხვა არ იქნება რა. და უცებ მე მიხვდები, რომ ეს პატიოსნება რაღაცაზე ჩამოკიდებული კი არ არის, თავისთავადი არის. და გამოდის ეგეთი რაღაცა, რომ მაშინ ხათრის გამოარაკეთებ, წინასწარი გათulis გამოარაკეთებ, მაშინ მარტო მიყვები პატიოსნებას. და პატიოსნება თუ გაგიყვანს იქამდე, რომ ყველა სხვადასხვა სფეროში არსებული პატიოსანი ადამიანი საბოლოო ჯამში ერთ ხედვაზე გავიდა, მაშინ გეტყვი, რომ სულ ერთი არ აგზითებული. აბსოლუტურად შინაარსობრივად იგივე გზას გადიხარ, მაგრამ